ხო. აქ ვარ ჯერ ვასაკობ რაღაცებს რა და ის აქ იყავი ხო? მაღალსაშუალო შემოსავლიანობის ბედნიერი სიბერის და ახალგაზრდების დასაქმების მსოფლიო ინდექსით ხაშურის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო სამეურშეა. მე ვარ გიორგი ჩუბინიძე, პროფესიით ისტორიკოსი ვარ, დავამთავრე თუ არ გვინდა ესე რა დავამთავრე. ამჟამად სწავლობ მაგისტრატურაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პარალელურად ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. მყოფები ახლა ბერლინში. არა. ხაშური ჩემთვის არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, ვინაიდან ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრები, ბებიები, პაპები, ანუ გარშემო თანათესაო ყავს ხაშურში. ტელეფონი გავასწორე. ოდნავ შუაში რო იყოს. ხაშური, ხაშური, ხაშური Raris, sataris, sashuri Sataris, sataris, khashuri Khashuri, khashuri, khashuri Har vitsi, rataris, sataris Patroni, sadgakrawin aris Guishvelet, khalkhi, kharkwin tsahart Otsmebebs ukhvad vinci nahart მაღალსაშუალო შემოსავლიანობის ბედნიერი სიბერის და ახალგაზრდების დასაქმების მსოფლიო ინდექსით ხაშურის მუნიციპალიტეტი მსოფლიო მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო სამეურშეა. მაღალსაშუალო შემოსავლიანობის ბედნიერი სიბერის და ახალგაზრდების დასაქმების მსოფლიო ინდექსით ხაშურის მუნიციპალიტეტი მსოფლიო მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო სამეურშეა. მოვიგონე და მივაწერე სატირა, სარკაზმი, ალეგორია, ფიქცია. ვერმა კი უბრალოდ ტყუილად მიიღო. ხო, ზოგმა ტყუილად მიიღო, რადგან ეს მე მოვიგონე. რომელიმე ქართველ პოლიტიკოს რომ ეთქვა, უბრალოდ პოლიტიკურ განცხადებად აღიქვამდნენ. მოუწონებდნენ, ტაშსაც დაუკრავდნენ და ალბათ მომდევნო 9 არჩევნებსაც უპრობლემოდ მოაგებინებდნენ. ეს რა ბედნიერ სამყაროში ვაცხოვრებენ. საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, ხაშურმა ასე რომ ვთქვათ, ფუნქცია დაკარგა გარკვეულწილად და ეს ფუნქცია რაც მაშინ ქონდა, ეს ფაბრიკა, ქარხნები, საგალანტერიო ფაბრიკა, რკინიგზის საკვანძო სადგური, მთლიანად გაქრა. ქალაქმა თავისი იდენტობა დაკარგა და უცბად გადაიქცა
ყოველდღიურ საშოვარზე გადაგებულ ადამიანთა ერთობა ფაქტობრივად. ცენტრალური ქუჩა ხაშურში გადიოდა, ამიტომ გააკეთეს ჰამაკები, გამოიტანეს, დაიწყეს გაყიდვა. მე ამას იქით სურამის მხარეს ნაზუქები დაემატა, რადგან ნაზუქი შიდა ქართლში და კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი საღდგომო ატრიბუტი იყო. დღეს რა რეალობის წინაშე ვცვართ. ჯერ ერთი რომ ავტობანი გადავიდა, ისევ ხაშურის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური გზა, მაგრამ ჰამაკების გაყიდვის ფუნქციაც მოიშალა, ნაზუქების გაყიდვის ფუნქციაც მოიშალა და ქალაქი დარჩა სრულიად აერში. ფაბრიკები არ არის, ქარხნები არ არის, სამუშაო ადგილები არ არის, რაც არის სახელმწიფო სამსახურები, აიპები და ასე შემდეგ, იქ არის უმეტესად ნაწილი მოსახლეობისა დასაქმებული, იქაც ხელფასი სადღაც 300, 350, 200 და ასე შემდეგ არის. პენსიაც კი მოგეხსენებათ, რაც არის საქართველოში და ხო, ანუ რთული მდგომარეობაა. გარდა ინფრასტრუქტურისა, რასაც ვხედავთ, ტალახიანი გზები, გადათვლილი გზები, და აქ მთავარი ის არის, რომ არჩევნებს, ყოველი არჩევნებიდან არჩევნებზე იგებს სახელმწიფო პარტია, არ დავასახელებ რომელი პარტია, აი ამ დაპირებებით, რომ ახლა თქვენ გზას დაგიგებთ, აი ახლა თქვენ წყალი გექნებათ, აი ახლა თქვენ მოგიწესრიგებთ ინფრასტრუქტურას. ხაშურს კონკრეტულად ასევე დამატებით ვიტყვი, ჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ექცეოდა გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ეს ქალაქი იყო ყველაზე ნაკლები ყურადღების ქვეშ, რაც არ ვიცი რითი აიხსნება, მაგრამ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ იყო ეს ხარვეზები, კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ შემდეგი წლების განმავლობაში ხაშურის. 21 საუკუნეა, 2026 წელი. კოსმოსში რომ მილებს აშენებს უკვე ხალხი, ამაზე დაიწყეს უკვე ფიქრი და ხელოვნური ინტელექტი რაღაცა გადასცილდა წარმოსახვის ზღვრებს და ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ აი ხაშურში გზა დაიგება, რა მაგარია, ტალახი აღარ იქნება და რა მაგარია, რომ წყალი მოვა უკანიდან 24 საათი. წლების წინ, კერძოდ 2011 წელს Facebook-ზე მე-11 კლასის მოსწავლემ გავაკეთე გვერდი ხაშური. ახანდელი გვერდი ხაშურის მუნიციპალიტეტი. ტურისტულ პოტენციალზე ვწერდი, მუნიციპალიტეტის სოფლებზე, ღირსშესანიშნაობებზე,
ადგილობრივ ადამიანებზე, ვინც ქვეყანაში კულტურას, ლიტერატურას ქმნიან. Როგორ ფარშევანგები ავიღე. ეს ფარშევანგები ცისში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში 1002 წელს მეფე გიორგი მეორის ეკლესიის ბარელიეფია. ამაზე უფრო დიდი, ძველი და დიდებული სიმბოლო ხაშურის გვერდისთვის რა უნდა ყოფილიყო. ეს ფარშევანგები ოდესღაც ადგილობრივი გაზეთის ლოგოც იყო. ხოდა ამ ლოგოს მიღმა დავიწყე წერა. ანუ იმის კეთება, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა. ერთ დღეს 2024 წლის სექტემბერში მორიგი პოსტი დავდე, რომ ხაშურის მერის ხელფასი 5572 ლარია, ხოლო რიგითი ბიბლიოთეკა არის 280 და ამას მოჰყვა ყველაფერი. სულ ყველაფერი. ერთმა გამომწერმა იხუმრა, საშუალო არითმეტიკული გამოიყვანა, ორივე ხელფასი შეკრიბა და შუაზე გაყო. ხოდა აი, აქ დაიბადა სატირაც. ასე უნდა ვწერო, რეალობას გადავაჭარბო. ალეგორიაში ჩავიკარგო, სატირით თქვა სიმართლე, რომ მეტმა გაიგოს და გაიაზროს. და მაშინ დავპოსტე. ხაშურში საშუალო ხელფასი 2926 ლარია. აი რა სისულელია ეხა ეს 240 ვიმოიგო. ხაშურის საკრებულოში ევროპის გავატაკების საკითხზე იმსჯელეს. აი მე დისაკრებულ ვარ, ხა ევროპაში ხაშური პრო ევროპის დაღატაკებაზე ასისულელი. ტრამპი ხაშურის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას ითხოვს. საქართველოს ვერ უვლის, სტრატეგიულად ამერიკას უფრო გამოადგება. აი რატომ და ვიყვანეს, პეპანა რომ ამერიკა ერება უკვე საქართველოს შიდა საქმეებში, აი რა დრო შეცვალეს, რა დრო დაგვინგრიეს, უკვე ვის გააბედინებდა სტალინი საქართველოს საქმეებში ჩარევას. ზოგჯერ თვითონ ტექსტი არის ხოლმე დაუჯერებელი და კარგი ვთქვათ და ეს დაიჯერა ადამიანმა, მაგრამ ბოლოში აუცილებლად არის, როგორც გითხარით, მიწერილი სატირა, სარკაზმი, ალეგორია. ამით მაინც ხომ და მიხვდეს ადამიანი, რომ ეს არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ დღემდე რამდენი რეპორტაჟიც გავიდა, ტელევიზიებში მიმიწვიეს, კომენტარი ჩამომართვეს. მე თვითონვე ჩემს პირად გვერდზე, ანუ ჩემს პირად Facebook გვერდზეც ამ თემაზე დამიწერია, რომ ეს არ არის რეალობა, ეს არის გამოგონილი სატირა და მაინც ამის მიუხედავად ადამიანების ნაწილს დღემდე სჯერა. დულსინია ტობოსელის ქოლგასავით დაფლითეს განათლების სისტემა. არ ვთქვამს ეს შალვანათელოშობს. ბოდიში ოპოზიციას, რომ ჩემმა მეუღლემ გოეთეს ინგლისურით ვერ ისაუბრა. არც ეს ვთქვამს ყაველაშობს. ხაშურის მოსახლეობა გამძლეობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ეგრეკუთვნის გამძლეობა არასაჩვენა ქალაქში მძლეbt, ყოველდღე ამდენი წელია ნობელის პრემია კი არა, უფრო მაღალი ჯილდოები, ყველა ჯილდო ალბათ რა თქმა ასე. ხაშურის მერიამ ტელეკომპანია იმედის სოლიდარობის ნიშნად გზაზე, იმედის ლოგო გამოსახა. ხაშურის საკრებულოში კონსტანტინე ჩერნენკოს ხსოვნის საღამო გაიმართა, მისი გარდაცვალებიდან 40 წელი შესრულდა. ეკუთვნოდა აკაცის ამ იუბილეს გადახდა იმდენ რომ ჩერნენკოს მერე ხაშურში აქტერი არ შეცვლა იგივე და ჩამოყვა ის კაცი და ხაშურის დარჩა იმ დონეზე რაც იყო მას შემოჭრა. ხაშურის საკრებულოს ხდომათა დარბაზს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სახელი მიენიჭა. არ ეკუთვნოდა ეხა ამ კაცს, ეს რა თქმა უნდა, ამაზე დიდი მინდა. ხაშურის საკრებულოში თამუნა მუსელიძეს ხაშურის პატრონის ძიების საგანგებო ანგარიშის ჩასაბარებლად იბარებენ. ამათგან და გაეგო ეხა თამუნა მუსელიძეს ესალვავე პირადად შეატყობინეს და საინტერესო.
ხაშურში ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიძღვნილი კორუფციის ფესტივალი ღარიბაღელობა გაიმართა. ღარიბაღელე არის ადგილი, ის გამოც ხაშური თვითონ ტოპონიმი შეიქმნა. მლაშეწყლის მარილს ნიშნავს, უხანსაბას აქვს განმარტებული სიტყვა ხაშური და აქედან ავიღეს ღარიბაღელემ ხაშურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მოგესალმებით ჩემო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შვიდობისათვის, რომ ჩვენი ქართველი ქალები ძაძებით არ არიან შემოსილები. მადლობა მინდა გადავხადო ჩემი ხაშურის არხალად არჩეულმეს ბატონ დუგლაძეს და მის გუნდს, რომ ასე გამილამაზეს ჩემი რაიონი. მადლობა თქვენ, კარგად, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მინდოდა რომ შეხვედრებოდეს. ბატონო ირაკლი, მეც მინდა არადა ხაშური ჯერ კიდე 4 წლის წინ გალამაზდა. ეს არ იყო სარკასტულად ნათქვამი სიტყვები, ამის გამო ოცნების მაშინდელმა პრემიერმა და ახლა უკვე პატიმარმა ღარიბაშვილმა მადლობები ხაშურის მოსახლეობისგან კამერების წინ მიიღო. მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ 10 წლეულების მანძილზე რაც გაკეთებულა ჩვენს ქალაქში, ფაქტიურად მკვდარი ქალაქი დღეს. ამჟამად ეს მოქალაქეები მით მაშინ ღარიბაშვილს მადლობები უხადა, ადგილობრივი ჩინოვნიკები არიან, ან მათი ოჯახის წევრები. არდა ყველაფერი დადგმული იყო, შენ აქ დადექი და ხელი ჩამოართვი, შენ იქ და გაუღიმე, შენ იქ და მადლობა უთხარი. მადლობად და აქედან მოყოლებული კი არა 10 წლეულებია ხაშური გაუსაძლის მდგომარეობაშია. მოსახლეობის ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილი ამას ისე აღიქვამს, რომ ეს დროებითია. ხაშურს ოდესღაც ეშველება და გზა დაიგება. ტალახი აღარ იქნება. ყველა ბედნიერად იცხოვრებს ასფალტიან გზაზე. გზა არ არის ვალიცაღა, ყველაფერი ტალახშია, საცავი და ძილს მიმართოთ, თავრობასაც ბადახშია. ხაშურის ტალახი ერთი დიდი ალეგორიაა. ცუდი პოლიტიკის, ცუდი მმართველობის, ხელისუფალთა არაკეთილ სინდისიერების ტყუილის სიმბოლოა. გვიშველეთ ხალხი ხართ, ვინც ახართ, ოცნებებს უხვად ვინც ინახავთ. რაუცნაურია, რომ მეც აგერ ბერლინში ვარ გადახვეწილი. მართალია არა როგორც საშოვარს გადაგებული, თუმცა ნაწილობრივ ასეთ შეიძლება ითქვას. არამედ როგორც სტუდენტი, მაგრამ მაინც ქვეყნისგან შორს, უკეთესი ცხოვრების მოლოდინში. ცენტრში პარკისკენ მივდივარ, მაგრამ ჯერ ვნახავ რკინიგზას. ხოლმე გიშვებს სინათლე ავად ყოფურად ყვითელი. ხიძე გავიმი რომელმაც ზურგით მატარა ჭირისას. უნდა დავანთო ქალაქი სანამ დავარდი მითვერი. უცბად შორიდან ვიმწყდარი, ხვარს მიზანს ანაგები, შემოტრიალი ბავშვი, სიცოცხლის დახმარებული, ბოყარე ყველა დათურა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ დავბრუნდი. რამდენჯერ ყოველ წუთს მინდება, რომ დავბრუნდე. მაგრამ მე ყოველი წინა დაბრუნება მახსენდება ხოლმე. პირველად ავსტრიიდან, დედაქალაქ ვენიდან პირდაპირ ხაშურში დავბრუნდი და ხაშურის ბიბლიოთეკაში ვცადე მუშაობის დაწყება. არ მიმიღეს. გაუკითხიათ მერიაში და პასუხი მიუღიათ, ეს კრიტიკული პოსტების ავტორია და მიუღებელიაო. ნაწილში მოხრინგო რაც ეკლესიამდე მოვედი. იცით, რომელ ბიბლიოთეკაში მინდოდა მუშაობის დაწყება? ხელფასი რომაა 280 ლარი. შეიძლება ახლა 300. დავანთე გვერდზე მივჯექი სულ როგორ მივატოვებდი. არ შეიძლება სიცივე და სიმარტოვე ამდენი. ხანთავში ზარის
რატომ ხაშურში? ერთ უკითხავს და რატომაც არა, ხაშურში მაქვს სახლი, ხაშურში მყავს ოჯახი, მშობლები, ბებიები, პაპები, ნათესავები და რატომაც არა, 114 კილომეტრია თბილისთან. ევროპული გამოცდილებით ხალხი რომ ბრატისლავაში ცხოვრობს და ვენაში მუშაობს. ვიფიქრე მეც ასე, ახლოს ვიქნები დედაქალაქთან, ოჯახთან, ფესვებთან. მინგა გაჩერა. მერე ისევ წამოვედი. ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემო ქალაქში ზარული. მორიგი ხაშურული ვიზიტისას ბებოდან ბაბუკასკენ, ანუ ლეონიძის ქუჩიდან ყაზბეგის ქუჩამდე მიმალა გზაზე, რომელიც რა თქმა უნდა და უმოწყალოდ გადათხრილი იყო, ფოტო გადავიღე. ხოდა ამ ხაშურის პატარა ქუჩაზე პარიზი და ორსეს მუზეუმში გაბნეული იმპრესიონისტთა შედევრები წარმოვიდგინე. რა უცნაური რამე ადამიანის გონება, ხაშური, პარიზი, ორსეს მუზეუმი, რენუარი, რამ უნდა დააკავშიროს, თუ არა შთაბეჭდილება. ხოდა ჩემს და უკვე ყველას მეგობარ ChatGPT-ს ვთხოვე ხაშურის გადათხრილი ქუჩის კადრი რენუარის ხელწერით დაეხატა და აქედან დაიწყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გვერდზე კლასიკური მხატვრობა ხაშურული პერსპექტივით. შემდეგ პოლიტიკური ალეგორიით და სხვადასხვა თემატიკით. ასე რომ ტალახი კიდევ ერთხელ იქცა ალეგორიად. ხაშური კიდევ ერთხელ ხიდად სხვადასხვა სამყაროებს შორის და გულისტკივილი, რომ ამ პატარა მიმიწყებულ ქალაქში სამყაროს სუფევს, ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც თავად უსასრულო სამყარო. Царიან ქუჩებს სხვა და მიგავებს ისევ მოხდებინ ძაფრად სხვა თვალებს და ყველაფერი რიგზე იქნება შენი თვითონ თუ დაიხნება ChatGPT ვახსენე და ხელოვნურ ინტელექტსაც მივადექი. ხაშურის მისტერიაში კი ეს უკანასკნელიც დიდი დოზით ჩავითრია. ლექსი დავწერე. ბავშვობაში ხომ პოეტობა მინდოდა და ხაშურს, პოლიტიკას, სატირას მოვარგე და ასე დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ლეგიტიმური. ხაშურისთვის გზადაცხალი კლაურჩება საოცნებო სანატრელი საშური როცა სევდას მიმოფანტა ვზღრუბელი ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის თბილისის კორუფციის მუზეუმის პლაკატების ფონდი. როცა გვერცხია ფდება კარგო სუფის შამას ვინდა ეძებს მარტო მივაშურებ ხაშურს და აქ გავით გამპესვერს
გრიგოლ ლილუაშვილის სახელობის სახვითი და გამოყენებითი კორუფციის ფონდი. ვეღარ ჩახვალ მასტერაო აღარ დადის ასეთ რამეს ვერსად ნახა ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის თბილისის კორუფციის მუზეუმის ფოტოგრაფიის ფონდი. აქვს და ბრენდებიც დაცვია სიყვარულს უშლიან საყვარელს ქართველებს უნიკალური ენა გვაქვს. ლიტერატურაში კარგად გამოფწვეთილი, მაგრამ ასე ოდესღაც პირამიდებიც აშენდა და ბაბილონის კიდული ბაღებიც. მაგრამ ეს ცივილიზაციები დღეს სხვა, მაშინ სხვა იყო. ეპოქის პროგრესის მიუხედავად. აი სარკაზმის, ალეგორიის, სატირის ენას თუ ვინმე ქართველთაგანი ვერ დაიგებდა, ვერ ვიფიქრე. იკრძალა ყველა სიტყვა იკრძალა პირველი ივნისის მოლოდინი ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებში. გულში სევდა ისე ჩუმად დაიკრძალა 1 ივნისიდან თქვენს გოიმურ პოსტებს რომ ვეღარ დავინახავთ, როგორ დავისვენებთ ვერ წარმოგიდგენიათ. ხვალიდან 1 ივნისიდან როგორ ივლატავეთ და როგორ გააგრძელეთ ათისახელმწიფოებრივ ანტიქართულ ლასმადარაობას, კარგად დავინახავთ. ყოველი კანონი შემოდის საჭიროებისამებრ. პატრონებიც ავიწყდება დაიწყეს წერა, შფოთი, უცნაურმა ტროლ აკაუნტები. ჩვენს პოსტებზე მთავრობა მიჩენილი გჯერაც შიში შეიქმს სიყვარულსა 1 ივნისი დადგა და გადასცილდა. არ ვიცი საქართველოში რა დოზით შემცირდა სიძულვილის ენა, ან რომელი კანონი ახშობს უმოქმედობით, ყურადღებობით, უფულობით და უმუშევრობით შეცვლილ საკუთარ ყოფას და ამ ყოფიდან გამომდინარე გამოხატულ თუნდაც საჯარო ბილსიტყვაობას, რადგან შეუძლებელია მოტოპო ემოცია მაშინ, როცა შენ შვილს, შენს მეზობელს, შენს ნათესავს შია, ქუჩები ტალღაში, ნეპოტიზმი ჭაობში და თავისუფლად დასაქმების შესაძლებლობა ვიღაც ბიძიების გამოჩხებაში. და ამას კანონებით, რაღაც ხელოვნურად შექმნილი ატკაციანი სამუშაო ჯგუფებით შეაჩერე? სად არის ხედვა, რომელიც სახელმწიფოს უნდა გქონდეს და სად ვართ ჩვენ? ჩვენ აქ ვართ 1000-ობით, 10,000-ობით და უფრო მეტი. ხები ალვები ცაცხვები ძაბლები ესა ხაშური ფიქრები ბავშვური ხაშურში მუდამ ხალხს მოელიან ბაბო და ბაბუა ბაბა და ბებია დედა იმა კიდევ თქვა ეხა აი პარიზი და ტალახი? ოკეი, აშენ იყოს.